ეს ვიდეო მინდა ჩავწერო ბატონი ილია კობულაშვილისთვის. ბატონო ილია, მინდა მოგაწოდოთ ძალიან სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვისაც და ასევე უფრო მეტი ადამიანისთვისაც, სხვა ადამიანებისთვისაც, ვინც ამ ვიდეოს ნახავს და ამიტომაც საჯაროდ ვდებ აი ამ ვიდეოს. მე თქვენი ვიდეო ჩანაწერი ვნახე, რომელიც დღეისათვის უკვე ძველი ჩანაწერია, მაგრამ აი ვიდეოდან გამომდინარე, როდესაც ეს ვიდეო ვნახე, სადაც თქვენ საუბრობდით საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლებზე და მოდით აბა ამ ვიდეოსაც გაჩვენებთ, მცირე ზომის ვიდეოა, რომ ზუსტად გაიგოთ რაზე მაქვს ლაპარაკი და შემდგომ ამისა მინდა ძალიან სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდოთ თვითონ ღმერთის წერილიდან, ღმერთი რას გველაპარაკება ზოგადად მღვდლებზე, რომ მას უფალს იესო ქრისტეს არ დაუდგენია, ზოგადად ეს მღვდლები, სარიტუალო მღვდლები არ დაუდგენია, არავისთვის დაუწესებია და არავისთვის დაუვალებია, არავისთვის უთქვამს, რომ ტაძრები ამიშენეთო და ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია არის მთლიანად თვითნებური ორგანიზაცია, რა გაგებით, რომ იგი ღმერთს არ დაუდგენია და საპატრიარქოს ორგანიზაციას აქვს ისეთი რიტუალები, ისეთი ტიტულები აქვთ საპატრიარქოს ორგანიზაციის წევრებს, რაც უფალ იესოს არ დაუწესებია. მოდით ახლა თქვენს ვიდეოს გაჩვენებთ, რომ ზუსტად იცოდეთ, რაზე არის ლაპარაკი, აი რა ვიდეოს შემდეგ გადავწყვიტე, რომ თქვენთვის აი ასე საჯაროდ მომეწოდებინა ძალიან სასარგებლო ინფორმაცია ღვთის ბიბლიიდან. იესო ქრისტეს ვირიც კი არ ყავდა საკუთარი, ფეხით დადიოდა და ისე აკეთებდა თავის გასაკეთებელს. და ეხლა თუ გეყოფათ ვინმეს გამბედაობა და მეტყვით იმას, რომ რომელიმე მამაოს იმაზე მეტი მისია გაკისრიათ, ვიდრე თავად იესო ქრისტეს ეკისრა და იტვირთა თავის თავზე, აგერ ვარ და მითხარით. და გეკითხებით ეხლა, რა საერთო აქვს მამაოებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი კაზინოები, ბარ-რესტორნები, ამხელა 100-150.000-იანი ჯიპები და რაც ჩამოვთვალე ყველაფერი, აი ესეთ მამაოებს რა საერთო გაქვთ ქრისტესთან და ქრისტიანობასთან. აი ჩაუჯექი და გამეცი პასუხი მე. აბა ოჩაღად იყავი ჯიგარო, შენც და დანარჩენი აი ამნაირი მამაოების დამცველები. თორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც სარწმუნოებას ვერჩი არაფერს. მე თვითონ ქრისტიანი ვარ. არც სარწმუნოებას ვერჩი არაფერს. არც ეკლესიას ვერჩი არაფერს. და დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი პოდკასტის მაგვარს. გნებავთ პირდაპირ ეთერში ნებისმიერი მამაო, რომელსაც სურვილი გექნებათ, თუ გინდათ ამერიკაში მყოფი, მე მოვალ, დავჯდეთ და გავაკეთოთ, გნებავთ პოდკასტი, გნებავთ ჩავწეროთ და ისე დავდოთ და ვისაუბროთ ბევრ საკითხებზე. და როგორც თქვენ ამბობთ, მე და ჩემნაირი ეკლესიის მტრები მოვატრიალოთ და მოვაქციოთ სწორ გზაზე. თუ მე ეკლესიის მტერი ვარ. მე არა ვარ ეკლესიის მტერი, მე არა ვარ მამაოების მტერი. ოღონდ ვინც ნამდვილი მამაოებია, შავკაბას ამოფარებულ ყაჩაღებზე არ მაქვს საუბარი. ნამდვილ მამაოებს არაფერს არ ვერჩი. პირიქით, მაქვს ბევრთან ურთიერთობა, მიმოწერა, ნორმალური საუბარი და ასე შემდეგ. აბა, ოჩაღად იყავით ჯიგრებო. ღმერთი თავისი ბიბლიიდან გვასწავლის იმას, რომ მან მოსე წინასწარმეტყველის დროს, ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე, თვითონ უფალმა დააწესა სამღვდელო სარიტუალო სისტემა, დაადგინა ასევე ეგრეთ წოდებული სადღესასწაულო კარავი, რომელიც შემდეგ ჩაანაცვლა, ასე ვთქვათ, იერუსალემის ტაძარმა, რომელიც სადღესასწაულო კარავშიც და შემდგომ უკვე იერუსალემის ტაძარში მსახურებდნენ სხვადასხვა რიტუალებს, ატარებდნენ ძველი აღთქმით დადგენილი აარონიანი მღვდლები. ზუსტად მოსეს დროს ღმერთმა პირველ მღვდლად დაადგინა მოსეს ძმა აარონი და ღმერთის ბრძანება იყო აი ასეთი, რომ არავის ჰქონდა უფლება გამხდარიყო
მღვდელი თუ კი აარონის შთამომავალი არ იქნებოდა. ეს იყო პირდაპირ ღმერთის ბრძანება. ეს აარონიანი მღვდლობა, რომელსაც ასევე ეწოდება ლევიანი მღვდლობაც, დაწესებული იყო ძველი აღთქმის მოქმედების პერიოდში, ხოლო შემდგომ, როდესაც უფალმა იესომის ძველი აღთქმა გააუქმა და დადო ახალი აღთქმა, აგერ თავისი თავი, თავისი სხეული შესწირა იმისათვის, რომ ესე იგი უფალმა იესომ ჩვენი ცოდვები თავის თავზე აიღო, თავისი სისხლით გაგვწმინდა მისი მორწმუნეები, მოკვდა ამისათვის და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და თვითონ უფალი იესო გახდა მღვდელი. ამაზე ძალიან დაწვრილებით და განმარტებულად ინფორმაცია ჩაწერილი არის ბიბლიაში, კერძოდ ბიბლიის ერთ-ერთ ნაწილში, რომელსაც ეწოდება წერილი ებრაელთა მიმართ. ბიბლიის სარჩევს რომ გადავფურცლავთ და ჩამონათვალში რომ ჩამოვყვებით, ერთ-ერთი არის ებრაელთა მიმართ. და აქ ებრაელთა მიმართ წერილში, რომელიც წერილიც იმ კონკრეტულ დროს ებრაელ მორწმუნეებისთვის იყო გაგზავნილი და ამავე დროს დღევანდელი ქრისტიანებისთვისაც არის ეს წერილი გამოგზავნილი, ასე ვთქვათ, ბიბლიაში. ამიტომ არის ჩაწერილი, რომ ეს ჩვენც გვეხება და ჩვენთვისაც დღევანდელ დროში მცხოვრებ ადამიანებს და ქრისტიანებს ღმერთი აი აქედან გვასწავლის და ზუსტად ებრაელთა მიმართ ამ წერილში განმარტებულია, ჩაწერილია თუ რაოდენ დიდი უპირატესობა აქვს იესოს როგორც მღვდელს იმ ძველი აღთქმით დადგენილ აარონიან მღვდლებთან შედარებით, რომ ესე იგი უფალმა ეს ახალი აღთქმა დააწესა, თვითონ გახდა მღვდელი არა აარონის წესით, არამედ გახდა მღვდელი მელქიცედეკის წესით და მხოლოდ უფალს აქვს უფლება იმისა, რომ მღვდელი იყოს, იმიტომ რომ მან გააკეთა ისეთი მოქმედება, რომელიც არის ცოდვისგან განმწმენდი მოქმედება. თვითონ მღვდელი, სიტყვა მღვდელი ნიშნავს განმწმენდელს და თვითონ უფალმა იესომ ერთადერთი მსხვერპლით მხოლოდ ერთხელ შესწირა თავისი თავი ცოდვისგან გამოსასყიდ მსხვერპლად და აი ამ ერთადერთი მსხვერპლით გამოისყიდა თავისი მორწმუნეები ცოდვისგან, თავისი მსხვერპლითა და თავისი სისხლით ქრისტიანები გამოგვისყიდა ცოდვისგან და იგი აი ამიტომაც იწოდება მღვდლად. ებრაელთა მიმართ წერილი არის ძალიან ტევადი ინფორმაციის შემცველი, რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის, რომ ადამიანმა ბიბლია თავიდან ბოლომდე ნაბიჯ ფურცლების გამოუტოვებლად, პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით წაიკითხოს, ისწავლოს, ეს ძალიან კარგი არის და ღმერთმა ზუსტად აი ამისათვის დააწესა, მაგრამ თუ ადამიანს მაინც და მაინც არ აქვს იმისი საშუალება, რომ მთელი ბიბლია წაიკითხოს, გააჩნია რა მიზეზია ამისი. მაშინ ამ შემთხვევაში აი ასეთი მნიშვნელოვანი ადგილები ბიბლიისა მაინც უნდა იცოდეს, რათა არ მოტყუდეს და საპატრიარქოს ორგანიზაციის მახეში არ გაებას. და ზოგადად თუ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა მთელი ბიბლია უნდა წაიკითხოს, იმიტომ რომ ადამიანები თავის დროს ბევრ რამეში ხარჯავენ ისეთ რაღაცეებში, რაშიც შეიძლება რომ დრო არ დავხარჯოთ. მაგალითად, ახლა ადამიანები ინტერნეტში ათვარიელებენ, თქვათ, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვიდეოებს, სხვადასხვა ადამიანებს, მათ ფოტოებს, თქვათ, იქ სხვადასხვა გადაცემებს უყურებენ და ესეც არის ერთგვარი დროის დახარჯვა აი ამ ყველაფერში. ასევე ადამიანები სხვა რაღაცეებშიც ხარჯავენ დროს, თუნდაც ფილმების ყურებაში, ფეხბურთის ყურებაში, სადმე ქორწილში, დაბადების დღეში, წასვლაში და ზოგადად ადამიანებს აქვთ დრო იმისათვის, რომ ეს დრო გამოიყენონ არა
იმ ყველაფრისათვის, რაც მე ჩამოვთვალე, არამედ პირველ რიგში ეს დრო გამოიყენონ ღვთის წერილის შესასწავლად. აი ეს ვიგულისხმე და ესე იგი ადამიანებს, ბევრ ადამიანს მაინც აქვს ამის შესაძლებლობა, რომ მთელი ბიბლია ისწავლონ და ღმერთი, ესე იგი უფალი იესო ქრისტე, რას გვასწავლის თავისი ბიბლიიდან, ეს რომ გაიგონ და არ ეგონოთ, რომ თითქოს არიან კარგი მღვდლებიც და ცუდი მღვდლებიც. ვინაიდან თქვენ თქვით ეს, რომ ესე იგი თქვენ აკრიტიკებთ იმ ცუდ მღვდლებს რა გაგებით, ვინც მატერიალურზე არის ორიენტირებული, მატერიალური ქონების დაგროვებაზე, თქვენ ისინი მათი საქციელები არ მოგწონთ, მაგრამ თქვენ აღნიშნეთ ის, რომ თქვათ ეს არიან კარგი მღვდლებიცო, კარგი მამაოები, როგორც ეძახიან, რომლებიც მატერიალურზე არ არიანო ორიენტირებულები, ხო ეს ასე მოკლედ რომ თქვა, მაგრამ სინამდვილეში უფალი ჩვენ ყველას თავისი ბიბლიიდან გვასწავლის იმას, რომ მას საერთოდ ეს მღვდლები არ დაუდგენია, არც კარგები და არც მით უმეტეს ცუდები, არამედ უფალმა იესომ ის ძველი აღთქმით მოსეს დროს დადგენილი სამღვდელო სარიტუალო სისტემა გააუქმა და ამავე დროს უფალმა გააუქმა ის სხვადასხვა რიტუალებიც, რომ რა რიტუალებსაც ასრულებდნენ, აკეთებდნენ ის აარონიანი მღვდლები. მათ შორის იყო საკმევლის კმევა, მათ შორის იყო სხვადასხვა ცხოველთა მსხვერპლ შესაწირავები, დილასაღამოს სრულად დასაწველი მსხვერპლები, რომლებიც აღესრულებოდა ჯერ სადღესასწაულო კარავში და შემდგომ უკვე სოლომონის დროს აშენებულ იერუსალემის ტაძარში, რომელი ტაძარიც, ასე ვთქვათ, შემდგომ დაინგრა, ბაბილონელებმა დაანგრიეს და შემდგომ, როდესაც ღმერთმა ებრაელები კვლავ დააბრუნა ისრაელის მიწაზე, იმ დროს კვლავ აშენდა ტაძარი, შემდგომ ამისა მეფე ჰეროდემ ის ტაძარი უფრო გაადიდა, ასე ვთქვათ, 40 წლის განმავლობაში აშენებდა მას, კიდევ უფრო გაზარდა მისი მასშტაბი და როდესაც უკვე უფალი იშვა ხორციელად, ზუსტად სახარების 4 თავში აი ეს ამბავია მოცემული, როდესაც უფალი ადიოდა ხოლმე ტაძარში და იქ ადამიანებს ასწავლიდა. ამავე დროს ერთი ასეთი ამბავი არის მოთხრობილი, როდესაც უფალი შევა ტაძარში, იერუსალემის ტაძარში და იქიდან ვაჭრებს გამოყრის, ასე ვთქვათ. ბევრ ადამიანს გონია, იმ ადამიანებს, ვისაც ბიბლია სრულად არ აქვთ წაკითხული, გონიათ, რომ ის იერუსალემის ტაძარი, ასე ვთქვათ, პირდაპირ პროპორციულია საქართველოში აშენებულ სხვადასხვა ტაძრებთან და გონიათ, რომ როგორც აი უფალმა გამოყარა ტაძრიდან ვაჭრებიო, თითქოს ის, ესე იგი, თითქოს საქართველოშიც რომ ტაძრებია, ესენიც უფლის ტაძრებია და ჩვენც აქედან მოვაჭრეობა უნდაავლაგმოთ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ის ტაძარი, სადაც უფალი შევიდა და მოვაჭრეობა ალაგმა, ის იყო მსოფლიოში ერთადერთი, რას ნიშნავს ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის ბრძანება იყო ასეთი, რომ სხვაგან არავის ჰქონდა უფლება სხვა ადგილას, სხვა ტაძარი აეშენებინა, არამედ მხოლოდ ის ერთი ტაძარი უნდა ყოფილიყო, რომელ ტაძარშიც სხვადასხვა რიტუალებს, სხვადასხვა მოქმედებებს, ესე იგი, ასრულებდნენ ის აარონიანი მღვდლები და შემდგომ ამისა უფალმა იესომ გააუქმა ის სატაძრო მსახურება, ის სხვადასხვა რიტუალები, რაც ტაძარში აღესრულებოდა, ისინიც ის რიტუალებიც გააუქმა და თვითონ აარონიანი მღვდლობა, ის სამღვდელო სარიტუალო სისტემა, სამღვდელო სარიტუალო ინსტიტუტი უფალმა იესომ გააუქმა და თვითონ უფალი გახდა მღვდელი, ესე იგი განმწმენდელი და ამისი წინასწარმეტყველება, რომ ეს ქრისტე, რომელიც მოვიდოდა და თვითონ ქრისტე გახდებოდა მღვდელი მელქისედეკის, იგივე მელქიცედეკის
წესით ამისი წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ ძველი აღთქმის მოქმედების დროს წარმოთქვა დავით წინასწარმეტყველმა, რომელიც წინასწარმეტყველებაც ჩაიწერა ფსალმუნებში, ბიბლიაში, ესეც ფსალმუნებიც ბიბლიაში არის შეტანილი, ფსალმუნებში 119 ფსალმუნის მეოთხე მუხლში ჩაწერილი არის აი ეს წინასწარმეტყველება, რომ ქრისტე გახდებოდა მღვდელი უკვე არა აარონის წესით, არამედ მელქიცედეკის წესით და აი ამისი განმარტებაც, რომ ეს წინასწარმეტყველება ეხებოდა უფალ იესოს, ამისი განმარტება ჩაწერილი არის ზუსტად ახალი აღთქმის დროს დაწერილ წერილში, რომელიც მიმართული იყო ებრაელი მორწმუნეებისათვის და ასევე სხვა მორწმუნეებისათვისაც ეთნიკური წარმომავლობით დღეს უფალი აღარ ყოფს ქრისტიანებს, არ ყოფს ქრისტიანებს და ის ებრაელთა მიმართ წერილი ისევე არის დაწერილი ებრაელი მორწმუნეებისთვის, როგორც საქართველოში მცხოვრები მორწმუნეებისთვის და ნებისმიერი სხვა მორწმუნისთვის უკვე ფაქტიურად აგერ ბიბლიაში ჩაწერილი არის აი ისიც, რომ უკვე ქრისტეში აღარ არის ეთნიკური ნიშნით განსხვავებები, აღარ არის იუდეველი, ებრაელი, ქართველი, რუსი, სკვითი, ელინი, ბერძენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ზუსტად აი აქ ებრაელთა მიმართ წერილში განმარტებულია ის, რომ ეს წინასწარმეტყველება, რომელიც დავით წინასწარმეტყველმა წარმოთქვა, რომ ეს ქრისტე გახდებოდა მღვდელი მელქიცედეკის წესით, ეს განმარტებულია უკვე აი ამ ებრაელთა მიმართ წერილში და ამავე დროს იესო ქრისტეს დიდი უპირატესობა არის წარმოჩენილი იმ აარონიან მღვდლებთან შედარებით. ესე იგი, როდესაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მთელი ბიბლია მართლა ეს დაჯდეს და წაიკითხოს, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. ხოლო თუ არის ისეთი მიზეზები, რის გამოც ჯერჯერობით ადამიანი ვერ ახერხებს მთელი ბიბლიის წაკითხვას, მაშინ ასეთი ადამიანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და ასე ბრმად არ ენდოს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციას, ეს იქნება საპატრიარქოს ორგანიზაცია, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია თუ სხვა რელიგიური ორგანიზაცია. ფრთხილად უნდა იყოს ასეთი ადამიანი და შეძლების ფარგლებში ღმერთი როგორც მისცემს მას შესაძლებლობას, აიმდენი ისწავლოს ბიბლიიდან ნაწილი იქნება ეს თუ როგორ იქნება, რომ საბოლოოდ ცოდნა შეივსოს და საბოლოოდ არ ქონდეს რაღაც ისეთი ფრაგმენტალური ცოდნა, რისი მეშვეობითაც ვერ გაუმკლავდება სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციათა ტყუილებს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს ბიბლიის სრული ცოდნა ჰქონდეს და არა აქა-იქ ამოკითხულებიდან. ამიტომაც ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, ვისაც აქვს იმისა, რომ ბიბლია ისწავლონ. ესე იგი, ჩვენ ღმერთი თავისი წერილიდან გვასწავლის იმას, რომ მას ეს ტაძრები არ დაუწესებია, არც ეს კარგი და ცუდი, ეგრეთ წოდებული კარგი და ცუდი მღვდლები ღმერთს არ დაუწესებია. და ამავე დროს თავად ბიბლიიდან ღმერთი გვასწავლის იმას, რომ იგი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში. აი ეს ტაძარიც კი, რომელიც იერუსალემში იყო აშენებული და საიდანაც უფალმა იესომ გამოყარა ვაჭრები, ის ტაძარი იყო, ასე ვთქვათ, წინასახე იყო იმისა, რომ ღმერთი მოვიდოდა თავის სხეულში, ესე იგი სხეულში, ხორცში რომ მოვიდოდა, ამისი წინასახე იყო და ამას თვითონ უფალიც ადასტურებს. თვითონ უფალიც არა ასე არა. უფრო ესე იგი სწორი იქნება ვთქვა, რომ თვითონ უფალმა დაგვიდასტურა ეს და თვითონ უფალმა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია, როდესაც თქვა, რომ დაანგრიეთო ეს ტაძარიო და მე 3 დღეში აღვადგენო და
იგი გულისხმობდა არა იმ იერუსალიმის ტაძარს, არამედ თავისი სხეულის ტაძარს და აი აქედან დაგვანახა უფალმა, რომ თვითონ ის იერუსალიმის ტაძარიც ერთგვარი წინასახე იყო იმისა, რომ ღმერთი მოვიდოდა ხორცში და იესო ქრისტე არის ერთადერთი და განუმეორებელი. იესო ქრისტეს ჰქონდა, ესე იგი, იესო ქრისტე მოვიდა ერთ სხეულში, ისევე როგორც ის იერუსალიმის ტაძარი იყო ერთი და არა მრავალი, იესოც მოვიდა ერთ სხეულში და არ მოსულა ერთდროულად 1000 და 2000 და თუნდაც 100 ან რამდენიმე სხეულში. ასე რომ ესეც არის ძალიან დიდი მიმანიშნებელი რამ, ესე იგი, რომ ის იერუსალიმის ტაძარი იყო ერთადერთი მსოფლიოში და შემდგომ უფალმა აი ტაძრის დანგრევა იწინასწარმეტყველა, რომელიც წინასწარმეტყველებაც შესრულდა მაშინ, როდესაც რომის ჯარებმა, ფაქტიურად რომის იმპერიამ გაანადგურა იერუსალიმის ტაძარი და დღეს იმ ადგილას ის ტაძარი აღარ არის აშენებული, არამედ იქ დგას მეჩეთი, რომელიც ახლა ის არც ის მეჩეთებია ღმერთისაგან დადგენილია, კიდევ ცალკე სხვა სალაპარაკოა, ეს ისლამი საერთოდ ღმერთის დადგენილი არ არის, მისი სარწმუნოება არ არის. იესო ქრისტემ რაც იქადაგა, რომ ცოდვისგან გამოგვისყიდა თავისი მსხვერპლითა და თავისი სისხლის მეშვეობით, ეს ყურანში უარყოფილია და რაფასი აქვს ახლა ამ ყურანს, როდესაც იგი უარყოფს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, მაწუხლებლის იესო ქრისტეს სწავლებას. ნებისმიერი ის სწავლება, რომელიც უარყოფს იესო ქრისტეს მიერ მოტანილ სახარებას, აი ამ სასიხარულო ამბავს ცოდვისგან გამოსყიდვაზე, რა გააკეთა მან უფალმა იესომ, როგორ გამოგვისყიდა ცოდვისგან, როგორ მოკვდა ჩვენთვის, როგორ აღდგა, აი ეს არის უარყოფილი ყურანში. კარგით, ახლა მე აქ აღარ გავაგრძელებ ბევრს. აი ეს მინდოდა ეს ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის, ბატონო ილია, რომ უფალ იესოს არც ეს ეგრეთ წოდებული კარგი მღვდლები დაუდგენია და არც ფულზე დახარბებული მღვდლები. კარგ მღვდლებს ეძახიან ისეთ ადამიანებს, ვისაც ალბათ გულწრფელად სჯერა იმისა, რომ რასაც აკეთებს ეს სწორია და არ ეძებს მატერიალურ გამორჩენას. აი ასეთებს უწოდებენ კარგ მღვდლებს, მაგრამ თვითონ ეს რიტუალები, რაც არის ეს მირონის დამზადება, მირონის საკმეველის დამზადება, მოხმარება, ეს არის მოპარული ძველი აღთქმიდან, რომელიც უფალს ახალ აღთქმაში აღარ გაუგრძელებია, აღარ დაუწესებია. იგივე ეს საცეცხლურები რო უჭირავთ ხოლმე მღვდლებს, აი ეგრეთ წოდებულ კარგ მღვდლებსაც, რო გგონიათ რომ კარგი მღვდლებიც არიან, აი მათაც საცეცხლურები რო უჭირავთ, აი ეს საცეცხლურები არის მოპარული ძველი აღთქმიდან, იმიტომ რომ იმ ძველი აღთქმის აარონიან მღვდლებს ეჭირათ საცეცხლურები და ის საცეცხლურებიც და ის სამღვდელო სამსახურიც უფალმა იესომ გააუქმა. და საპატრიარქოს ორგანიზაციას იმ ძველი აღთქმიდან აქვს რაღაცეები მოპარული. ასევე ახალი აღთქმიდანაც სარგებლობს გარკვეული ფრაზებით, გამონათქვამებით, დამახინჯებულად იყენებს ბევრ ამას და ამავე დროს საპატრიარქოს ორგანიზაციას შერწყმული აქვს სხვადასხვა წარმართული წარმოდგენებიც. ამიტომაც ზოგადად მთელი ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია არც ქართველი ხალხის ყვარებელია, არც ოსებისა, არც სომხებისა და არც ნებისმიერი სხვა ერისა. ამ ორგანიზაციის იმ წევრებს მინდა ამავე დროს
მიუმართო, ვინც ამას მოისმენს, მინდა მიუმართო საპატრიარქოს ორგანიზაციის იმ წევრებს, ვისაც გგონიათ, რომ საპატრიარქოს ორგანიზაცია ეს იესო ქრისტეს მიერ დაწესებული ეკლესიაა და თითქოს მისი მოძღვრება, ქრისტეს მოძღვრება, ვისაც ეს გგონიათ მართლაც გულწრფელად და თქვენ არ ხართ, ასე ვთქვათ, საპატრიარქოს ორგანიზაციას მიკედლებულები იმისათვის, რომ რაიმე მატერიალური გამორჩენა გქონდეთ, ზუსტად თქვენ მოგმართავთ. აიღეთ ღვთის ბიბლია, თავიდან ბოლომდე პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით წაიკითხეთ, შეისწავლეთ, არ გამოტოვოთ ესა თუ ის ფურცელი, ბოლომდე გადით და თვითონ ღმერთი გასწავლეთ იმას, რას გვასწავლის იგი, რა დააწესა მან, რა გააუქმა მან და შესაბამისად თუ კი თქვენ ღმერთს დაუჯერებთ, აი ამით გაქრისტიანდებით და იგი გაცხონებთ თავის ზეციურ სასუფეველში, ზეციურ სამეფოში.